წინა ვიდეოში ჩვენ ვნახეთ bottom navigation-ის შემოტანის პროცესი, დღეს ვნახავთ უკვე ერთ-ერთი ფრაგმენტის შექმნის პროცესს. დავიწყოთ view-ების გადანაწილებით ჩვენს ფრაგმენტზე. პირველ რიგში frame layout-ი შევცვალოთ nested scroll view-ი. შეგნით შემოვიტანოთ constraint layout-ი. და შეგნით შემოვიტანოთ shapeable image view. 100 dp-ზე შემოვიტანოთ shape appearance overlay, რომელსაც სტილი უნდა შემოვიტანოთ, რომელსაც სტილი უნდა შევქმნათ. შემოვდივართ theme-ში, გამოვდივართ ქვემოთ, შემოგვაქვს სტაილი. Orquad circle image view. მას დაჭირდება parent-ი, ეს არის შეგვიძლია დავტოვოთ და შეგნით item-ები შეგვიძლია შემოვიტანოთ. Item-ი პირველი იქნება corner family, რომელიც იქნება rounded, ანუ მრგვალი ფორმა მივცეთ და მეორე იქნება corner size-ი, რომელსაც დავუწერთ 50%-ს. დავბრუნდეთ ჩვენს fragment profile-ზე და აი აქ გამოვიძახოთ ჩვენი circle image view. ნახოთ როგორ გამოჩნდება იმიჯი. გამოვიყენოთ ჩვენი launcher icon-ი. Okay, მივუთითოთ მას ID, რომელიც იქნება user avatar-ი. user avatar profile იყოს, ოღონდ წინ მივუთითოთ image view user avatar profile. Okay. და შემოვიტანოთ მისთვის შესაბამისი constraint-ები. შემდეგი, რასაც მე შემოვიტან, იქნება linear layout-ი. მოდი იყოს wrap content-ი wrap content-ზე. Orientation შემოვიტანოთ vertically და gravity შემოვიტანოთ center. შემოვიტანოთ ერთი text view, რომელიც იქნება wrap content-ი wrap content-ზე, შიგნით ID შემოვიტანოთ, ეს იქნება პოსტების text view, ამიტომ შეგვიძლია ID იყოს text view, posts, amount, profile. გავუწეროთ ტექსტიც, რომელიც იქნება მაგალითად 450 პოსტი აქვს დადებული ჩემს მომხმარებელს. მეორე text view შემოვიტანოთ, რომელიც იქნება ასევე wrap content-ი wrap content-ზე. შემოვიტანოთ მისთვის ID, text view, posts, profile. და ტექსტი იქნება posts. შემდეგ linear layout ჭირდება თავისი constraint-ები, რადგან იგი იმყოფება constraint layout-ში. შემოვიტანოთ მისთვის ეს ჩვენი linear layout-ი დამოკიდებული გავხადოთ ჩვენს image view-ზე. ესე იგი. ზედა constraint-ი შემოვიტანოთ image view-ზე და constraint-თან, მარჯვენა constraint-თან და ქვედა constraint-თან შესაბამისად გავცენტრავთ ჩვენს linear layout ჩვენს image view-თან. შემდეგი. კიდევ ერთი linear layout-ი შემოგვაქვს. Orientation იქნება vertically, gravity შემოვიტანოთ, რომელიც იქნება center. შიგნით თავისი ორი წელი text view დამჭირდება. იგი ამას გადმოვაკოპირებ პირდაპირ. შევუცვლი მას ID-ს, ეს იქნება text view, followers, amount profile და text view, followers, profile. მაგალითად ყავს 156 follower. Linear layouts ისევ მარცხენა constraint-ი ამ ჩვენ პირველ linear layout-თან დავუკავშიროთ.
ზედა კონსტრეინტი ზედა კონსტრეინტთან დავუკავშიროთ და ქვედასთან. ანუ მეორე linear layout-ი მთლიანად დამოკიდებული გავხადოთ პირველ linear layout-თან. Okay. შემდეგი linear layout-ი wrap content-ზე შემოვიტანოთ რა ვიცი center orientation vertically და შემოვიტანოთ ტექსტიორი. ეს იქნება მაგალითად 56, ანუ რამდენს follow-ებს text view following amount profile და text view wrap content-ებით თავისი ID გავუწეროთ text view following profile following-ი ჩავუწეროთ საკმარისია ამასაც თავისი კონსტრეინტებით გავუწეროთ და მთლიანად დამოკიდებული გავხადოთ ჩვენს მეორე linear layout-თან მარცხენა ზედა ქვედა ამის შემდეგ მე მსურს რომ ეს სამი linear layout-ი თანაბარ გადავანაწილო მოცემულ ტერიტორიაზე ამიტომ ბოლო linear layout-ის მარჯვენა constraints parent-ზე მივაბამ მეორე linear layout-ის მარჯვენა constraints and to start off მესამე linear layout-თან მივაბამ ეგ linear layout-ის 3 მინდა რომ იყოს ამას ID გავუწეროთ ID იქნება linear layout 3 და პირველის მარჯვენა constraint-ი მივაბათ მეორის მარცხენა constraint-თან ანუ პირველ linear layout უწერთ and to start off linear layout 2 ასეთნაირად თანაბრად გადანაწილდება ეს ჩემი სამი linear layout-ი მოცემულ ტერიტორიაზე, ანუ image view-დან parent-მდე. თვითონ image view შეგვიძლია მარჯვნით გამოვყოთ, ცოტათი გამოვწიოთ ზემოდან და მარცხნიდან, რადგან მხოლოდ ზედა და მარცხენა კონსტრეინტები გააჩნია მას. ამის შემდეგ შეგვიძლია რამდენიმე text view შემოვიტანოთ. პირველი text view ეს იქნება თვითონ user-ის ID. Text view user ID ან სახელი user name იყოს მოდით user name username profile. ტექსტი გავუწეროთ და კონსტრეინტებით ჩამოვწიოთ image view-ს ქვემოთ. Top to bottom of ID user avatar profile-ი, ანუ ამის ქვემოთ ჩამოვწიოთ და მარცხენა კონსტრეინტით პრინციპში დამოკიდებული გავხადოთ ჩვენს image view-ზე. ასევე შეგვიძლია margin top-ი გამოვიტანოთ, რომ ზემოდან ჩამოვწიოთ მაგალითად 20 dp-ით. კიდევ ერთი text view შემოვიტანოთ wrap content-ზე, ეს იქნება უკვე description. ID იყოს text view user description profile. Constraint-ით ჩამოვწიოთ ჩვენი username-ის ქვემოთ. Top to bottom of username-ის ქვემოთ ჩამოვწიოთ და მარცხენა მხრიდანაც start of user name profile. დამოკიდებული გავხადოთ ჩვენს ზედა ტექსტთან. შეგვიძლია ოდნავ გამოვაცალკევოთ margin top-ი გავუწეროთ 10 dp. ამის შემდეგ შეგვიძლია ცოტათი გავალამაზოთ ჩვენი ტექსტები. ჩვენ გვაქვს საშუალება გადმოვიდეთ დიზაინის მხარეს, მოვნიშნოთ ყველა ჩვენი მოცემული ტექსტი, text view, control-ით, დავაკლიკოთ ყველას და მოვძებნოთ font family
რომელსაც ესე ჩამოვშლით და აქ დავინახავთ სხვადასხვა ესეთ ფონტებს. იმ შემთხვევაში თუ აქედან არც ერთი არ მოგვეწონება, მაგალითად monospace ან serif-ი ხო, რომელსაც იყენებენ ხოლმე, თუ ეს არ მოგვეწონება, შეგვიძლია ჩამოვშალოთ, ჩამოვიდეთ და მოვუწებნოთ more fonts და აქ უკვე ჩვენ დავინახავთ Google-ის ფონტებს, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია რომ ჩამოვწეროთ. მაგალითად ავირჩიოთ ეს ფონტი. ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე საკუთარად გავალამუზოთ ყველა ის ტექსტვიუ, რომელსაც ჭირდება. მაგალითად, შეგვიძლია მოვნიშნოთ კონკრეტული ტექსტვიუები, აქ შემოვიტანოთ text style-ი, აქ მოვნიშნოთ bold-ი, apply. შესაბამისად გახდება ეს ჩვენი მოცემული ტექსტვიუები bold-ი. ასევე შეგვიძლია ყველა მათგანი მოვნიშნოთ და text color-ი მივუთითოთ. text color-ი იყოს შავი. შემდეგი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის ორი ცალი ბატონის შემოტანა. შემოვიტანოთ ბატონი, შემოვიტანოთ app compat ბატონი, wrap content-ზე გავუწეროთ, რომელიც იქნება ID-ით edit profile-ი, ანუ text view, edit profile, text view არა, ბატონი. Button edit profile-ი. გავუწეროთ ტექსტი edit profile. გავუწეროთ text all caps-ი, რომელიც იქნება false-ი. და გავუწეროთ constraint-ები. ანუ top to bottom of. Description-ის გამო გვინდა რომ იყოს start to start of, ასევე description-ი. Description-თან დაიწყოს ჩვენი ბატონის მარცხენა საზღვარი. შემოვიტანოთ კიდევ ერთი ბატონი, ასევე შემოვიტანოთ app compat ბატონი, რომელიც იქნება ასევე wrap content-ზე, მისი ID იქნება ბატონი share profile-ი. წინა უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი previous ID-ის გაწერა. თორემ ვერ მიხდება რომ ეს არის ID. შემოვიტანოთ ტექსტი, რომელიც იქნება share profile-ი. შემოვიტანოთ text all caps-ი, რომელიც იქნება false-ი და შემოვიტანოთ მისი constraint-ები. ამ შემთხვევაში share profile-ის ბატონს დამოკიდებულს გავხდით ჩემს edit profile-ზე, ანუ top to top of edit profile-ი. ხოლო მარჯვენა constraints დამოკიდებულს გავხდით ჩემს ბოლო linear layout-ზე, ანუ end to end of linear layout-ზე. ამის შემდეგ მე უკვე შემიძლია რომ ისევე როგორც ჩემი linear layout-ები გადავანაწილე ამ ტერიტორიაზე, ესენიც chains-ებით გადავანაწილო თანაბრად მოცემულ ტერიტორიაზე. ანუ edit profiles მივუწერ constraints from end to start of share profile, ხოლო share profiles პირიქით მივუწერ შემდეგ constraints from start to end of edit profile. იმისთვის რომ მოცემული ორი ბატონის სიგანე გავზარდო, which-ში შემიძლია ჩავუწერო ნულის დიფი. ასევე ნულის დიფი ჩავუწეროთ edit profiles და შემიძლია ესენი ერთმანეთისგან დავაშორო მარჯინებით. margin end 40 dp. ასევე share profiles გავუწეროთ margin start 40 dp. გონი საკმარისია, შეგვიძლია edit profiles მოვკიდოთ ხელი და margin top-ით ჩამოვწიოთ ზემოდან 20 dp-ით. ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია შემოვიტანოთ ჩვენი view page-ები.